საქართველოს მთავრობის 2023 წლის 19 სექტემბრის დადგენილების მიხედვით პაპილომავირუსი აცრას უფასოდ 27-დან 45 წლამდე ასაკის ქალებიც შეძლებენ. ამის შესახებ ცვლილება მთავრობის 2022 წლის 30 დეკემბრის დადგენილებაში შევიდა. პაპილომავირუსის ვაქცინა ქალებს საშუალოსნოს ყელის კიბოსგან იცავს. საშუალოსნოს ყელის კიბო ქალთა ავთვისებიანი სიმსივნით გარდაცვალების მეორე წამყვანი მიზეზია აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში. ასევე ქალთათვის ყველაზე ხშირად დიაგნოსტირებულ ონკოლოგიურ დაავადებათა შორის მეხუთე ადგილზეა საქართველოში. აქამდე პაპილომავირუსის წინააღმდეგ უფასო აცრა ხელმისაწვდომი იყო 26 წლამდე ქალებისთვის, როგორც გითხარით, ასაკი 45 წლამდე გაიზარდა, ასევე გეტყვით, რომ უფასო აცრის ჩატარება შეუძლიათ 10-12 წლის ბიჭებს. ჩვენი სტუმარია ექიმი, რეპროდუქტოლოგი, გინეკოლოგი მანანა მგალობლიშვილი. მოგესალმებით, ქალბატონ მანანა, მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. მადლობა მოწვევის. რა მნიშვნელობა აქვს პაპილომავირუსის წინააღმდეგ აცრას, იმიტომ რომ ესეც აცრა ბევრი წელია უკვე ჩვენთან ერთად არის. თავიდან იყო უფრო მეტი მითქმა მოთქმა მის საწინააღმდეგო, მაგრამ მე მგონი დღეს მივხვდით, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის მაშინ, როცა ვიცით მისი მთავარი ფუნქცია, ის იცავს ქალს საშუალოსნოს ყელის კიბოს განვითარებისგან. დიახ, პაპილომავირუსი არსებობს 150-ზე მეტი შტამი. და მხოლოდ რამდენიმე შტამი იწვევს საშუალოსნოს ყელის კიბოს. და მნიშვნელოვანია ის მომენტი, რომ იმ ქალებს, ვისაც აქვთ საშუალოსნოს ყელის კიბო, თითქმის 100%-ში, 90-95%-ში აქვთ პაპილომავირუსის მაღალი შტამი. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ვაქცინაცია, რადგან ვაქცინაციით ხდება თითქმის 100%-ში დაცვა იმ შტამებისგან, რაზეც არის ეს ვაქცინა. ეს ვაქცინაც დროთა განმავლობაში იხვეწებოდა, ხო? თავიდან შედარებით ნაკლები შტამების მიმართ იყო მდგრადი, ხო? და მისი ვაქცინას ჩატარების პროცედურაც ცოტა განსხვავებული იყო, ხო? წელს თქვა ახალი ვაქცინის მიხედვით რა შესაძლებლობები აქვს მას და კალენდარი ვაქცინაციის როგორია? რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, საქართველოში ის ვაქცინა, რომელიც არის შემოტანილი და კეთდება, არის გარდესილი, რომელიც მოიცავს ეს ციფრები შეიძლება არაფერს გვეუბნება 6, 11, 16 და 18 ეს დანომრილია ეს შტამებს და აქედან ეს ძალიან კარგია, რადგან 16 და 18 არის სწორედ ის შტამი, რომელიც 70% შემთხვევაში იწვევს საშუალოსნოს ყელის კიბო. ანუ ონკოგენურ შტამებს შორის ყველაზე უფრო მეტად ონკოგენურია და საზიანოა. რასაკვირველია, არ არსებობს პაპილომავირუსზე ისეთი ვაქცინა, რომელიც მოიცავს აბსოლუტურად ყველა ონკოგენურ შტამს. ამიტომაც ვამბობთ, რომ მას ვისაც აქვს გაკეთებული ვაქცინა, ვისაც აქვს გაკეთებული ვაქცინა, ის შეიძლება დაავადდეს სხვა პაპილომავირუსის სხვა შტამით, მაგრამ პირიქით, ვისაც არ აქვს გაკეთებული და უკვე აქვს პაპილომავირუსის მაღალი შტამი, საჭიროა თუ არა ვაქცინაცია, ხშირად კითხულობენ. მაინც საჭიროა, რადგან ყველა შტამი ერთ ქალში, ერთ ადამიანში არ იქნება და თუ გაიკეთებს ვაქცინას, ის დაცული იქნება სხვა ვაქცინებიდან, სხვა შტამებისგან. ამას გავყვეთ კარგად, იმიტომ რომ თავიდან როცა ეს ვაქცინა შემოვიდა, ასაკიც იმის მიხედვით 14 წლამდე გოგონებზე იყო, ხო, იმის მიხედვით, სანამ სქესობრივ ცხოვრებას დაიწყებდა გოგონა და შესაბამისად მიიღებდა მაქსიმალურ დაცვას. ახლა უკვე ავედით პრინციპში 45 წლამდე ქალებში, ხო? ანუ იმ შემთხვევაშიც კი, როცა ქალს დაწყებული აქვს სქესობრივი ცხოვრება, ხო? ანუ ვისთვის არის დღეს შესაძლებელი და რეკომენდებული ვაქცინის ჩატარება? ხათია იდეალურ ვარიანტში უმჯობესია ვაქცინა ჩატარდეს ჯერ კიდევ სქესობრივი ცხოვრების დაწყებამდე. რატომ ვთქვათ ესეც? რატომ? იმიტომ რომ პაპილომავირუსი არის გადამდები მხოლოდ სქესობრივი გზით. მაგრამ თუ ქალს უკვე აქვს დაწყებული სქესობრივი ცხოვრება და კაცს ჩვენ რატომღაც ქალებზე ვსაუბრობთ, მაგრამ ეს ეხება კაცებსაც, იმიტომ რომ კაცები არიან გადამტანები ხშირად და უფრო მეტად ავადდებიან ქალები. მაგრამ კაცებში არ ვლინდება, ხო, როგორც კაცებშიც იწვევს ონკოლოგიურ დაავადებებს. თვალშესახებად, ანუ. დიახ, იწვევს ონკოლოგიურ დაავადებებს, სასქესო ორგანოების, ანუსის, ყელის და ამრიგად კაცებშიც არის ეს საკმაოდ ესეთი საზიანო და ვაქცინაცია, რომელიც იყო მოწოდებული, როგორც თქვენ ახსენეთ, დასაწყისში 12, ნუ მხოლოდ ქალებში, ახლა იქნება კაცებშიც და ბიჭებშიც. ეს ძალიან კარგია, ეს არის ფაქტიურად სრული დაცვა.
რა თემას საუბრობთ? მოდით შევეხოთ ამ თემასაც, ანუ გადადების გზები რა არსებობს, რომ ეს ვიცოდეთ მნიშვნელოვანი პაპილომავირუსია საუბარი. პაპილომავირუსი გადაეცემა მხოლოდ სქესობრივი გზით. მაგრამ სქესობრივი გზა მინდა დავაზუსტო, ზოგს გონია, რომ სქესობრივი გზით, ანუ მხოლოდ კაცის და ქალის სქესობრივი ორგანოების პენეტრაციით, ხო? მაგრამ ეს ასე არ არის. ჩვეულებრივ ინტიმურ ორგანოებზე, ლორწოვან გარსზე შეხებითაც შესაძლოა ეს გადაკეტოს. ორალური, ანალური სექსით და ასე შემდეგ. ასევე მინდა აღვნიშნო ის, რომ არ გადაედება პაპილომავირუსი, მაგალითად, ჩახუტებისას, კოცნისას, ჭურჭლით, აბაზანაში, ზღვაზე, აუზზე, როგორც არის ხოლმე ეს მითები გავრცელებული და აქვე დავამატებ, რომ სქესობრივად გადამდები ინფექციებიც ამ გზით არ ხდება ამის გადადება, არც თქვათ ტუალეტი, თქვათ ჰიგიენის დროს და ფიქრობენ, რომ ამით გადაედება. არა, ან ზღვაზე ძალიან გავრცელებული აზრია. არა, მხოლოდ სქესობრივი გზით ნებისმიერი ახლა. ქალთან მალე რა ვურჩიოთ ქალებს, ვინც არის ამასაკში და ვისაც აქვს შესაძლებლობა, რომ გამოიყენოს შანსი უფასოდ ჩაიტაროს ვაქცინაცია. ჩაიტარონ თუ არა კონსულტაცია საკუთარ გინეკოლოგთან სანამ ვაქცინაციას გადაწყვეტენ. სჭირდება თუ არა გარკვეული კვლევების ჩატარება სანამ ვაქცინაციაზე წავლენ. და სჭირდებათ თუ არა სკრინინგი ვაქცინაციის შემდეგ, ესეც კი ბატონო, ხო, ანუ სკრინინგი უკვე პაპილომავირუსის. 12-13 ნუ 14 წლამდე ბავშვებში, რომელთაც ჯერ არ დაუწყიათ სქესობრივი ცხოვრება, რასაკვირველია ექიმის კონსულტაციის გარეშე შეუძლიათ მშობელმა მიიყვანოს და ვაქცინა ჩაუტაროს. იქვე ვინც ატარებს ვაქცინაციას, ისინი რამდენიმე კითხვას დაუსვამენ თავისთავად და გაარკვევენ. მაგრამ თუ უკვე აქვს სქესობრივი ცხოვრება ქალს, მათაც ურჩევ, რომ ვაქცინა ჩაიტარონ, როგორც აღვნიშნე, იმიტომ, რომ ისინი დაცული იქნებიან სხვა ონკოგენური შტამებისგან. უпростоრად, როდესაც უკვე აქვს სქესობრივი ცხოვრება დაწყებული, შესაძლოა მათ ჰქონდეთ პაპილომავირუსი იდეალურ ვარიანტში. რატომ ვამბობ იდეალურს, ამას აგეხსნით. იდეალურ ვარიანტში ჯობს, რომ ჯერ გაიკეთოს ანალიზი პაპილომავირუსზე, რომ გავარკვიოთ, რომელი შტამი აქვს მას და თუ აქვს საერთოდ. მაგალითად, აქვს რომელიმე შტამი ონკოგენური. გაიკეთოს ვაქცინა, აუცილებლად უნდა გაიკეთოს, რადგან ვაქცინა იცავს მას სხვა ონკოგენური შტამებისგან. ის რომ გააგრესიულდეს, ის რომ თქვათ, ამას გაუჩნდებათ ალბათ კითხვები, თუ აქვს ადამიანს პაპილომავირუსი, რაიმე სახით ხომ არ შეიძლება ვაქცინამ ის გააღიზიანოს ან გააგრესიულოს, ანუ ამ მხრივ რა უნდა ვიცოდეთ, არანაირ შემთხვევაში აქ არ არის. იმ უკვე არსებულ ვაქცინაზე და პირიქით ვაქცინა ახალი ჩატარებული, ანუ ვაქცინა მიუხედავად იმისა, რომ გააქვს შტამი, გიცავს სხვა შტამებისგან. ანუ დაცვა უფრო მეტი შანსი არის დაცვის, ვიდრე ის რომ თქვათ რაოდენობით მოვლენებზე და ეფექტებზე. და კიდევ ერთი ესეთი ხშირად დასმული კითხვა, საჭიროა თუ არა სკრინინგი ვაქცინაციის ჩატარების შემდეგ. სკრინინგი აუცილებელია ვაქცინაციის ჩატარების შემდეგაც, მაგრამ რა სიხშირით და კონკრეტულად რომელი კვლევები, ამას გინეკოლოგი ეტყვის, იმიტომ რომ ეს არის ინდივიდუალური. მაგრამ პაპ-ტესტი, როგორც ესეთი გამოკვლევა, საშუალო წყლის ციტოლოგიური კვლევაა, ჭირდება ყველა ქალს. ზოგს შეიძლება დაჭირდეს წელიწადში ერთხელ, 2 წელიწადში ერთხელ, ან 3 წელიწადში. რა ხასიათი და რა ბუნება აქვს ზოგადად პაპილომავირუსს? რამდენად შეიძლება ის გაჩნდეს? ვიცით რომ ისი მკურნალობა არ არსებობს, მაგრამ არის თქვათ შემთხვევები, როცა შეიძლება ის გაქრეს, აღარ იყოს ორგანიზმში, ანუ რა უნდა ვიცოდეთ მისი ხასიათის შესახებ? პაპილომავირუსს აქვს ერთი ძალიან კარგი თვისება, ის რომ თავისით შეიძლება გაქრეს. შეიძლება გაქრეს 6 თვეში, 1 წელიწადში, არის შემთხვევები, რომ 18 თვეში, ანუ წელიწადნახევარში და ეს არის ძალიან კარგი. რატომ ქრება? სავარაუდოდ იმიტომ, რომ იმუნური სისტემა მას ებრძვის და ხდება მისი გაქრობა. არის შემთხვევები, რომ არ ქრება. არის კვლევები ჩატარებული და ამ კვლევებით დადგენდა საკმაოდ დიდ ჯგუფში, რომ ქალები, რომლებიც დაავადდნენ პაპილომავირუსით, მათგან 70%-ს 1 წელიწადში გაუქრათ პაპილომავირუსი.
და კიდევ ერთი საინტერესო სტატისტიკა მინდა აღვნიშნო, რომ ის ქალები ან კაცები, რომელთაც აქვთ აქტიური სქესობრივი ცხოვრება, თითქმის 100% შემთხვევაში ერთხელ მაინც დაინფიცირებულან პაპილომავირუსით, თუმცა ის რომ არა აქვს, ეს იმას ნიშნავს, რომ ორგანიზმში არის მაღალი, ან ხო, მაღალი არის მომართვიანობაზე მინდა კითხოთ. ჩვენს ქვეყანაში მაინც არის ის პრობლემა, რომ ექიმთან მიმართვიანობა ბევრს უჭირს, ბევრი არ მიდის. ამ მიმართულებით თუ არის საზოგადოების ინფორმირება გაზრდილი და თუ დგამენ ნაბიჯს, რომ მივიდნენ ექიმთან და საბოლოოდ სიტუაციაც გამოასწორონ. ადრინდელ წლებთან შედარებით, რასაკვირველია, ბევრად უფრო გაზრდილია მიმართვიანობაც და ესე ვთქვათ, განათლება ამ მიმართულებით, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ არ არის საკმარისი, რადგან ეს რომ საკმარისი ყოფილიყო, მაშინ ის ვაქცინები, რომელთაც უკვე ვადა გაზდის თუ გაუვიდა, ესეთი რამე არ მოხდება, მოხდებოდა, მე რამდენადაც ვიცი, დაახლოებით 12,000 ვაქცინას გაზდის თუ უკვე გაუვიდა ვადა. ხო, შესაბამისად იზრდება ასაკიც, ერთი მხრივ ეს კარგი არის, რომ უფრო მეტ ადამიანს აქვს შესაძლებლობა, მაგრამ ნიშნავს იმასაც, რომ არ არის იმ ასაკობრივ ჯგუფში ისეთი მაღალი მიმართვიანობა, როგორიც უნდა იყოს. ვაქცინაციის კალენდარს რო შევეხოთ, 0, 2, 6 თვე რას ნიშნავს ეს? ანუ როგორ კეთდება ვაქცინაცია? გასაგებია, რომ ვაქცინაცია კეთდება პოლიკლინიკაში მისვლის დროს, რა თქმა უნდა, ამას ეტყვიან, მაგრამ მაინც რა უნდა ვიცოდეთ. ორჯერადად ან სამჯერადად ასაკობრივ ჯგუფში განისაზღვრება, ეს ნიშნავს, რომ ერთხელ რომ გაკეთდება, იქიდან 2 თვეში კეთდება და შემდეგ 6 თვეში. ზოგჯერ არის საკმარისი 2 თვეში ჩატარდეს. და კიდევ მინდა აღვნიშნო ერთი მომენტი, აი რატომ ეშინიათ პაპილომავირუსზე ვაქცინის. ზოგადად იმიტომ, რომ საზოგადოებაში ვაქცინების მიმართ ჩვენ გვაქვს ამის გამოცდილება COVID-ზე, ხო? აქვთ ესეთი მითები არის გავრცელებული, რომ ეს იწვევს სხვადასხვა დაავადებებს, უშულობას და ასე შემდეგ. რაც საერთოდ არ შეესაბამება სიმართლეს და მინდა გითხრათ, რომ COVID-ის ვაქცინისგან განსხვავებით პაპილომავირუსის ვაქცინა არის ბევრად უფრო გამოცდილი, იმიტომ რომ უკვე 10 წლებია მას ატარებენ ამერიკაში და ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში და ამის შედეგად იქ საშუალოსნოს ყელის კიბომ, რომელიც მეორე ადგილზე იყო ცუძუს კიბოს შემდეგ, გადაინაცვლა ბოლო ადგილზე. ჩვენი სტატისტიკა როგორია? რამდენად მაღალი არის პაპილომავირუსის გავრცელება საქართველოში და ნუ საშუალოსნოს ყელის კიბოც ვიცით, რომ წამყვან ონკოლოგიურ მიმართულებად ითვლება. საქართველოში საშუალოსნოს ყელის კიბოს უჭირავს მეორე ადგილი სარძევე ჯირკვლების კიბოს შემდეგ და თუ ვაქცინაცია იქნება აქტიური, დარწმუნებული ვარ, რომ ეს გადაიწევს ბოლო ადგილზე. და კიდევ ერთი მომენტი, რაც შეეხება სტატისტიკას, ვიცი, რომ დაახლოებით 2017 წლამდე სტატისტიკა დღევანდელი არ არის ჩემთვის ცნობილი, წელიწადში 200 ქალი იღუპებოდა საქართველოში საშუალოსნოს ყელის კიბოსგან. ანუ საკმაოდ მაღალია სტატისტიკა, შესაბამისად ამ ვაქცინას ასეთ დროს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. და კიდევ ერთხელ, ანუ თუ აცრას ჩაიტარებს გოგონა ნუ ქალი, რისგან იცავს ის? შეიძლება მას შეხვდეს პაპილომავირუსი, მაგრამ არა ის შტამი, რომელიც შეიძლება იყოს ონკომიმართული. ანუ რა უნდა ვიცოდეთ ამ კუთხით? დიახ. საუკეთესო პრევენცია, მკურნალობა არ არსებობს პაპილომავირუსის. და საშუალოსნოს ყელის კიბო, გასაგებია ონკოლოგია დღეს უკვე არ არის განაჩენი, ხო, ხშირად გვესმის ეს აზრი, მაგრამ საქმე იმაშია, რომ საშუალოსნოს ყელის კიბო ისეთი დაავადება, რომლის გამოვლენა სამწუხაროდ ხდება სხვადასხვა თავისებურებების გამო, ძალიან ესეთ გვიან ეტაპზე. და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია სკრინინგი, ანუ გინეკოლოგთან ვიზიტი, რა გვჭირდება პაპ-ტესტი საშუალოსნოს რა პერიოდულობით უნდა ჩატარდეს ეს სკრინინგი? პერიოდულობა არის 1, 2 ან 3 წელი. გააჩნია ასაკს და ცხოვრების სტილს. კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა. მთავარი ალბათ ის არის, რომ როცა გვაქვს იარაღი ხელში, რომელიც პირდაპირ არის მიმართული იმისკენ, რომ დავიცვათ საკუთარი თავი თუ საკუთარი შვილი ონკოლოგიური დაავადებისგან, ხო, ამ იარაღის გამოუყენებლობა ალბათ არის დანაშაული და კარგი არის, რომ უკვე 45 წლამდე ქალებს აქვთ შესაძლებლობა უფასოდ ჩაიტარონ პაპილომავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაცია. საუკეთესო სურვილებით.